ამ გაკვეთილში კი შევისწავლით panels appearance. თუმცა, სანამ გაკვეთილს დავიწყებთ, ტრადიციულად შეგახსენებთ, არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არხის გამოწერა ჩვენ შესაძლებლობას მოგცემს შევქმნათ უფრო მეტი და საინტერესო კურსები სხვადასხვა სფეროებში, ისეთი როგორც არის ვებ პროგრამირება, გრაფიკული დიზაინის სხვადასხვა პროგრამები, კიბერუსაფრთხოება და ასე შემდეგ. აგრეთვე თუ კი გსურთ, რომ მიიღოთ ის გრაფიკული მასალა, გქონდეთ, გაგაჩნდეთ ის გრაფიკული მასალა, რომელიც გამოყენებულია კურსში, აი ამ გამოსახულების ამ ვექტორული გრაფიკის ჩათვლით, მოგწერეთ თქვენი ელექტრონული პოსტის მისამართი კომენტარებში და ჩვენ აუცილებლად გამოგიგზავნით ყველა გაკვეთილის გრაფიკულ მზა მასალას, იმისათვის რომ მივარჯიშოთ და გაკვეთილები უფრო ადვილად და თამამად გაიაროთ. ახლა კი დავუბრუნდეთ გაკვეთილს. ამ დრომდე ჩვენ ვსწავლობდით ობიექტების შეცვლის სხვადასხვა საშუალებას, მაგრამ ჩვენ ამას საკმაოდ პრიმიტიულად ვაკეთებთ. დადგა დრო შევისწავლოთ პანელი appearance, რომელიც უნივერსალურ საშუალებას წარმოადგენს ობიექტების ხედის შესასრულებლად. პანელზე appearance თომისთვის გადავიდეთ პანელების ჯგუფში მარჯვენა მხარეს, აქ უნდა გქონდეთ appearance განლაგებული, თუ კი ის გამოძახებული არ გაქვთ, გადადით მენიუში window და აირჩიეთ პანელი appearance. როგორც ხედავთ, აი აქ გამოტანილი იქნება appearance პანელი. ნუ ჯერჯერობით არ ჩავამაგრებ აქ, იყოს ესე გამოტანილი მუშაობისთვის 3 წუთას ასე მირჩევია. პანელი appearance ძალიან გავს panels controls. ის გვიჩვენებს თვისებებს ასოცირებულს ობიექტთან, რომელიც შეგვიძლია შევცვალოთ ნებისმიერ მომენტში. შეგვიძლია ვაკონტროლოთ opacity, გამჭვირვალობა, აი ხედავთ, default-ად აღენია ახლა ეს გამჭვირვალობა, ფერის ჩასხმა, აი როგორც არის აქ fill, გარშემოწირულობის ფერი, როგორც არის stroke, სხვა ეფექტები და საგნები, რომლებიც გამოიყენება ობიექტზე. პანელის თავში იმყოფება წარწერა no selection. აი აქ ხედავთ no selections. ეს იმიტომ, რომ ამ წუთას არაფერი არ არის გამოყოფილი article-ზე. გამოსახულების გამოყოფის დაწყებისას იკითხება მოცემული ობიექტის ხედი და გამოისახება ქვემოთ. ნუ მაგალითად რო ავიღოთ აი ეს წრე. ნუ ხედავთ group. ეგრევე გადავედი იზოლაციაში, მოვნიშნე მაგალითად ეს კონტენტი, გადავედი კიდე იზოლაციაში, მოვნიშნე ფოტოები. ნუ ხედავთ აი აქ იცვლება სახელები, ხო? მითითების ქვეშ თუ რა არის გამოყოფილი, თქვენ დაინახავთ თვისებებს. ამ წუთას გამოისახება მხოლოდ და მხოლოდ opacity, გამჭვირვალობა, თუმცა თუ კი მაგალითად გამოვყოფ აი ამ მთლიანად artboards, აქ გამოისახება stroke, fill, opacity, სულ ძირში ნაჩვენებია ეს control opacity-ს, აი აქ შეგვიძლია ეს opacity გავზარდოთ, დავაპატარაოთ, ეს ჩვენზეა დამოკიდებული. თუ ჯგუფის წარწერის ქვემოთ გამოსახულია წერტილოვანი ხაზი, თქვენ შეგიძლიათ დროებით დააწყაპოთ მასზე და წვდომა მიიღოთ პანელზე. მაგალითად, აი აქ ხედავთ, მივიღებთ წვდომას პანელზე, იმიტომ რომ წერტილოვანი ხაზი აქვს. ნუ აქაც fill წერტილოვანი ხაზი აქვს და ნუ აი აქ შემიძლია უკვე ავირჩიო გამჭვირვალობის სხვადასხვა დონეები. იმისაც რომ ბოლომდე გაშალოთ პანელის stroke, დააწყაპეთ მაგალითად აი ამ ხაზზე და მთლიანად გაშლილი იქნება stroke. ნუ ხედავთ როგორ გაიშალა ის. იგივე ეხება opacity-ს. მასზე დაწყაპებით ის მთლიანად იქნება გამოსახული. მაგრამ გაითვალისწინეთ რომ დაწყაპება უნდა მოხდეს არა პანელის ისარზე, არამედ სახელზე. ანუ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააწყაპოთ აქ ისარზე. ეს შეკეცვას გამოიწვევს. უშუალოდ სახელზე უნდა მოხდეს წყაბი. პანელის appearance-ის ქვემოთ მოცემულია სხვადასხვა მონაცემები. ახალი გარშემოწირულობის დამატება, ფერის ჩასხმის დამატება და ცოცხალი ეფექტების დამატება. ქვედა მარჯვენა კუთხეში შეგვიძლია ობიექტის ხედის განულება. აი აქ ხედავთ მარჯვენა კუთხეში არის განულება, clear appearance, წაშალიყლა დაღენება, რაც კი შევცვალე. ნუ აქ არის duplicate selected item, ანუ დუბლირება გამოყოფილის და delete select items. წაშლა მიმდინარე დაგენების. ავიღოთ ხელსაწყო selection და დავაწყაპოთ ფაილის ფონზე. აი აქ, მაგალითად, როგორც მაქვს დაწყაპებული.
ამის შემდეგ პანელზე გამოსახული იქნება წარწერა pass, როგორც ხედავთ. ანუ გზა, რომელიც ნიშნავს, რომ მე ახლა ერთიანი გზა მაქვს ილუსტრატორში. მართკუთხედი, რომელიც წარმოადგენს ფონურ ელემენტს. მე ასევე მიჩვენებენ, რომ ამ გზასთან არ არის ასოცირებული გარშემოწირულობა, ანუ ხაზგადასმით ამან არის სტროუკი, ხო? აქვე მოცემულია ფერის ჩასხმა, ლურჯი და ცისფერი გრადიენტი. ხედავთ აი აქ მიჩვენებს. იმისაც რომ მივიღო ინფორმაცია თვისებებზე პანელზე appearance დააწყაპეთ სამკუთხა აიკონზე. და თქვენ აუცილებლად მიიღებთ ინფორმაციას, აი აქ სამკუთხა აიკონზე დავაწყაპეთ და ვეღლობ ინფორმაციას რა მაქვს გამოყენებული რეალურად. რას ვიყენებ? კარგი ის არის, რომ პანელზე appearance შესაძლებელია თითოეული ატრიბუტის კონტროლით ცალ-ცალკე. არ ეზრუნოთ ობიექტის opacity-ის დონეზე. უბრალოდ შეგიძლიათ დააკორექტიროთ fill opacity და stroke opacity, ანუ ცალკე ეს, ცალკე ეს. და არა მთლიანად opacity. თვალის აიკონი პანელში გვიჩვენებს ობიექტის ხილვადობას, ანუ მოჩანს თუ არა, ანუ თუ გავთიშავ ობიექტი არ მოჩანს, თუ ჩავთავ ობიექტი მოჩანს. მაგალითად, მოცემულ დოკუმენტში თუ კი ჩავთავთ visibility-ს, visibility ეწოდება, აი ამას, მასზე დაწყებებით ის გაქრება, მაგრამ ეს არ ნიშნავს წაშლას, უბრალოდ დროებით დავმალე ის. თვალის აიკონის ადგილას განმეორებით დაწყებებით მე აღვადგენ მის ხილვადობას. მაგალითად, გავთიშე და განმეორებით დაწყებებით აღვადგენ. ეს წაშლას არ ნიშნავს. ბოლო რასაც გავისწორებთ ამ პანელში არის ის მისი მენიუ, რომელიც განლაგებულია პანელის ზედა მარჯვენა კუთხეში. აი აქ. აქ არის მთელი მისი მენიუ განლაგებული, თუ რაიმე შეუძლია ამ პანელს. მასზე დაწყებებით დამატებითი მონაცემები იხსნება. მაგალითად, შეგვიძლია ახალი ფერის ჩასხმის დამატება, გარშემოწირულობის, დავაკოპიროთ საგანი, წავშალოთ საგანი. აქ არის ახალი ფერის ჩასხმა, ახალი გარშემოწირულობა, დაკოპირება, წაშლა საერთოდ საგნის, ყველა დაყენების წაშლა აბსოლუტურად. ეს დაყენებებია წარმოდგენილი. შეგიძლიათ დაფაროთ ჩანართები ან ის, რასთანაც მუშაობთ. აგრეთვე ბრძანებით show all hidden attributes შეგვიძლია გამოსახოთ დამალული ატრიბუტები. აი აქ ამ წუთას არ აქვს დამალული ატრიბუტები და შესაბამისად show attributes არაფერს არ მიჩვენებს. არაფერს არ გამოიტანს აბსოლუტურად. თუ კი აუცილებელია გრაფიკულ სტილთან მუშაობა, შეგვიძლია მისი თავიდან განსაზღვრა აქედანვე. როდესაც ვსაუბრობთ გრაფიკულ სტილებზე, აგიხსნით რას ნიშნავს ისინი. ამისათვის ჩვენ მენიუდან window უნდა გამოვიძახოთ graphic styles, თუ კი არ გვაქვს გამოსახებული აქ, აქ graphic styles-ი, ხედავთ ეს გრაფიკული სტილებია. ჩავაყენოთ ის პანელის appearance გვერდით, აი ესე მოვკიდოთ და აქვე ჩავამაგროთ. პანელი appearance უნივერსალური საშუალებაა ილუსტრატორში ობიექტების ხედების საკონტროლებლად. მისი გამოყენებით ჩვენ არ მოგვიწევს სხვადასხვა ხელსაწყოების გამოყენება ფერის, გარშემოწირულობის და ეფექტების შეცვლისას. ამის გაკეთება შესაძლებელია ერთი ცენტრალური ადგილიდან, რომელსაც appearance ეწოდება. თქვენ კი არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა, მოიწონეთ ვიდეო, მოგწერეთ კომენტარებში თუ კი გსურთ მიიღოთ ეს გრაფიკული მასალა, თქვენი ელექტრონული პოსტის მისამართი მოგწერეთ და აუცილებლად გამოგიგზავნით სამუშაო გრაფიკულ მასალას თქვენს ელექტრონულ პოსტზე.